The wonders of the future, the marvels of the present. Science fiction. სამეცნიერო ფანტასტიკა კარგახანია დაინგრა და უკვე ყოველწამიერად ჟონავს რეალობაში. ვიდეო თამაშების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ფრენჩაიზად აღიარებულ GTA-ში პირველად გამოჩნდა საფრენი ზურგჩანთა, ეგრეთ წოდებული ჯეტპეკი. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ჯეტპეკს ავითარებს, Gravity Industry-ია. სისტემა საწვავს მოიხმარს. პორტატული რაკეტის ძრავის ტარების დროს რაკეტის ფუნქციას ადამიანი ასრულებს. ბევრი ადამიანის უძილო ღამეების მიზეზია sci-fi სერიალი Black Mirror. მაგრამ შიში უკვე ამაოა და თანამედროვე მაყურებელს ვეღარ გააოცებს. რობოტი ძაღლის სერიალის მეოთხე სეზონის მეხუთე ეპიზოდში გამოჩნდა. დღეს კი უკვე არსებობს Boston Dynamics-ის აღნიშნული ტექნოლოგია. Introducing Apple Vision Pro. Black Mirror-ზე საუბარი კიდევ ერთხელ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც Apple-მა გასულ წელს შერეული რეალობის ახალი სათვალე წარადგინა. მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას, არის პირველი პროდუქტი, რომლითაც რეალურად აღიქვამთ და არა მხოლოდ ხედავთ. ტექნოლოგიური მომავალი რას უმზადებს კაცობრიობას? ხელოვნური ინტელექტის ნათლიად წოდებული ჯეფრი ჰინტონის აზრით, ისეთ პერიოდში შევდივართ, როცა შესაძლოა პირველად AI სისტემები ჩვენზე ჭკვიანები გახდნენ. ადამიანი კი მეორე გონიერი არსება იყოს პლანეტაზე. ჰინტონმა გასულ წელს Google-ში თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, თავის საქმიანობას ნანობს. ხელოვნური ინტელექტის ასეთი განვითარება სახიფათოა, ის კაცობრიობას განადგურებით ემუქრება. მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ამ სისტემის დადებითი მხარე. AI ჯერჯერობით თავიდან გვარიდებს რუტინულ საქმეს. მას შეუძლია სულ რაღაც 6 სიტყვის მითითებით განავრცოს და მოყვეს ამბავი. მომავლის ადამიანს მომავლის საცხოვრებელის სჭირდება. საუდის არაბეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში შენდება ერთგვარი ფუტურისტული ქალაქი ნეომი. ამ პროექტს საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანი უდგას სათავეში. აღნიშნული ადგილი კლასიკური გაგებით ქალაქს არ წარმოადგენს. ამ ადგილის განვითარება ჯერჯერობით 4 რეგიონადაა დაგეგმილი. ოქსაგონი 8 კუთხედის ფორმის საპორტო ქალაქი იქნება, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან. ტროჯენა სათხილამურო კურორტადაა ჩაფიქრებული. სინდალახი კი კუნძულოვან კურორტად წითელ ზღვაში. The Line 170 კილომეტრი იქნება. ქალაქი შედგება 2 პარალელური ხაზოვანი ცათამბჯენისგან და 9 მილიონ ადამიანს დაიტევს. შენობის სხვადასხვა ნაწილს შორის გადაადგილებისთვის ადამიანები ცათამბჯენის ქვეშ გატარებული ჩქაროსნული მატარებლით ისარგებლებენ. ამ ნაბიჯით ნავთობმომპოვებელი გიგანტი მთავარ წიაღისეულზე უარს ამბობს და მაღალ განვითარებულ ტექნოლოგიებზე გადადის. პროექტი სრულად 2030 წელს იქნება მზად. დასასრულს ალბათ გინახავთ HBO-ს პოპულარული სერიალი Westworld-ი, რომელშიც ანდროიდების შემქმნელად, ერთგვარ ღმერთად ენტონი ჰოპკინსი გვევლინება. არსებობს კი რეალობაში მსგავსი ადამიანი. დადგება კი დრო, როცა ანდროიდები ელექტრონულ ცხრებზე იოცნებებენ.